არბოს წმინდა გიორგის სამრევლო წარმოგიდგენთ. გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა კურთხევით. ახალ საავტორო გადაცემას. მარტო მყოფნი. ინტერვიუ არქიმანდრიტ დავითთან. და როგორ შეიძლება რომ თან განკითხვა იყოს, თან წრომა იყოს და თან მადლი იყოს, ეს შეუძლებელია. და როცა ადამიანი იწყებს რომ ის როგორ უნდა შევიყვარო და ამის მოქმედი როგორ არ უნდა განვიკითხო და ამაზე როგორ არ უნდა გაუბრაზდე და ისე როგორ შეიძლება და ასე როგორ შეიძლება, ის უფალს ეუბნება რომ უფლისწინებები თურმე სამართლე ყოფილა და ყველას არ შეეხება თურმე. განკითხვა არის უსიყვარულობის მოქმედება. მოგესალმებით, დღეს არბოს წმინდა გიორგის სამრევლო სტუმრად არის გორისა და ატენის ეპარქიაში არსებულ წეროსხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსში. ნამზღვარი გახლავთ არქიმანდრიტ დავით ბელოძე. დღეს შევეცდებით რამდენიმე სიტყვით გავესაუბროთ მას მონაზვნობის შესახებ, სულიერი ცხოვრების შესახებ, რა არის მონაზვნობა, როგორი ადამიანი ხდება მონაზონი, რა საფეხურებს გადის მონაზონი და რა არის მთავარი მონაზონის სულიერ ცხოვრებაში. დღეს შევეცდებით რამდენიმე სიტყვით გავესაუბროთ მას სულიერი ცხოვრების შესახებ და მივიღოთ ისეთი დარიგებები, რაც მონაზონსაც გამოადგება და ეს იმყოფი ადამიანსაც გამოადგება. აქვს საეკლესიო სწავლება სამონაზვნო ცხოვრების შესახებ. ჩამოყალიბებული სწავლება წმინდა მამათა მიერ, ეს არის განშორება სოფლისაგან. და ამას მთელი ცხოვრება უნდება ადამიანი და აი როგორც მოციქული პავლე ბრძანებს რომ სოფელი ჩემდა ჯვარცმულარს და მე სოფლიდაო, ორი ნაწილია და ერთი გულისხმობს მამათა სიტყვით გარეგნულად განშორებას სოფლისაგან და ეს მეორე ნაწილს უკვე უნდება ადამიანი ფაქტიურად მთელი ცხოვრება შინაგანად მოხდეს განშორება აზრით, გონებით, სურვილებით, განწყობებით, გრძნობებით და ეს მიზიდულობის ძალაც გაქრეს ადამიანში. მაგრამ ეს უკვე გულისხმობს ასევე ვნებათაგან განწყენდის პროცესს და მონაზნობაც კი ყველა ქრისტიანს მოუწოდებს უფალი რომ მე წმინდა ვარ და თქვენც წმინდა იყავითო და მაგისთვის მოვიდა რომ ეს სიწმინდე ჩვენ მოგვანიჭოს. თუ ჩვენ დავემორჩილებით ჩვენ საკეთებელს ვიმოქმედებთ, რამდენად ვიმოქმედებთ, როგორ ვიმოქმედებთ. მთელი საიდუმლო სხვა ამაშია რომ ამ განწყენდის, ამ კურნების მეტად თუ ნაკლებად შედეგი არის მერე უკვე შესაძლებლობა ღმერთთან ერთად ცხოვრებისა. ამ მადლით, მასთან ზიარებით და ერთობით და თუმცა ამ შინაგან განშორებას არა მხოლოდ რაღაც საკითხებზე ფიქრის მოიცავს ეს განშორება, არამედ ვნებათაგან განწყენდის მთელი მოქმედება არის და ამას ჭირდება თანმიმდევრული დღეები, კვირეები, თვეები, წლები და ეს უკვე ვინ როგორ წმინდანებში ვხედავთ რომ იქაც აზომები იყო, მაგრამ მათ ღმერთმა შეაძლებინა ეს და თვითონაც ჯვარს ეცვნენ სოფლის მიმართ. ესე იგი მოკვდა ამ სოფლიური და ეს სოფელიც უნდა ჩვენ გავიგოთ რომ არის სოფელი როგორც ღვთისკნილება და სადაც ერის ადამიანიც ცხოვრობს და ცხონდება, მაგრამ არის სოფელი მამათა სიტყვით როგორც ვნებათა კრებული. სამი დიდი ვნება, გემოთმოყვარება, ვერცხლისმოყვარება და პატივის სიყვარული, რომლეთგანაც იშვება დანარჩენი სხვა ვნებები,
როგორც მინდა მამა ბრძანებს ამ ვნებების დაკმაყოფილებით ეს ვნებები კიდევ მეტად იზრდება და ასპარეზად ადამიანს ამისთვის სჭირდება სოფელი, ღვთისკნილება. და თუ კი ვნებულად არის ღვთისკნილებისადმი მისი მიმართება, მაშინ სოფელი კი არ ხდება მისთვის საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება, რაც ღმერთმა მიანიჭა, ან იმ მშვენიერების აღქმის და ღმერთთან მიყვანების და ასე შემდეგ, არამედ ვნებათა დაკმაყოფილების საშუალება ხდება სოფელი და აი ამ ასეთი დამოკიდებულებიდან გამოვყავართ უფალს. თითოეული ქრისტიანიც და მონაზონიც და ეს პროცესი არის მონასტერში მოსვლა, ადამიანი ჯერ გარეგნულად განეშორება, რომ მერე უკვე შინაგანში იღვაწოს იმ სამონაზვნო ცხოვრების წესით და განგებით, რომელიც ჩვენ გადმოგვეცემა შთამომავლობით, გადმოგვეცემა წმინდათაგან, გადმოგვეცემა თვით უფლისგან და მერე მისი წმინდანებისგან და ჩვენც ვეცადოთ უნდა რომ ეს გადავცეთ წვებს და რაღაცა ამაში არ შეურიოთ ჩვენი პირადი აზრები და შეხედულებები. დანარჩენი უკვე ეტაპები არის აი ამ ვნებებთან შერკინების ეტაპები, უფრო რომ საკუთრივად ვთქვათ, მორჩილებით იწყება ყოველივე ერთ-ერთი საფეხური მორჩილება. იმიტომ რომ წმინდა მამები პირდაპირ გეუბნებიან, რომ კაცო საკუთარი თავის შეწევნა ვერ ძალუცო და ჭირდება მოძღვარი, ჭირდება შემწე, მასწავლებელი. როდესაც ის ამას თვითოლობს და შეარჩევს თავისთვის ადგილს და გვეუბნება წმინდა მამა, ნუ სასწავლის მოქმედებს და ნიშების მოქმედებს ეძიებთ, არამედ სადაც შენი სული კურნებისკენ წავაო. ხელოვნებათა ხელოვნებას, მეცნიერებათა მეცნიერებას უწოდებენ. წმინდანი აი ამ სულის განწმენდის სამონაზვნო ცხოვრების წეს და თუ კი რაიმე საერისკაცო ხელობაში და მეცნიერებაში გჭირდება ჩვენ თუ ბუნებისმეტყველოში მასწავლებელი და მოძღვარი და პროფესორი და ლექტორი და ასე შემდეგ, მაშინ რაოდენ მამათავის სიტყვით გჭირდება ვიღაცა, ვინც ამაში დაგვეხმარება და აი ამ საიდუმლოში უკვე თვით ღმერთი მონაწილეობს. ისევე მონაწილეობს, როგორც ოჯახში მონაწილეობს, რომ შეეწიოს, როგორც ბასილი დიდი ბრძანებს, რომ მამამ შვილები აღზარდოს და დედამ არის რა მისი სურვილი, რომ მისი შვილები თუ არის ძმა უფროსი, ოჯახის უფროსი და მისმა და-ძმამ რომ სიკეთე მიიღოს ამ ცხოვრებაში. ასევე შეეწევა სულიერ მოძღვარსაც მრევლთან თუ მონასტერში საძმოსთან ამ საქმის აღსრულებაში. რა თქმა უნდა დამოკიდებული არის აქ პიროვნულ მოღვაწებაზეც, ცხოვრებაზეც, მოქმედებებზეც, როგორც სულიერი მამის და ძმის, ასევე თვით მოწაფის და მორჩილის და შვილის. ამის მიმართ შმაკს ყოველთვის ბრძოლა აქვს, მთელი ცხოვრება ექნება ბრძოლა, ეს ამ საიდუმლოდან გამოაგდოს, დააბრკოლოს, განაკითხიოს, ადამიანურ მხარეებზე მიაქცევიოს ყურადღება და არა ამ საიდუმლოზე, რომელშიც ქრისტე მონაწილეობს. რომ მარტო დატოვოს, მერე გაუყენოს არასწორ გზას. და თუ მეტად ნაკლებად ადამიანი, თუ მამები გეუბნებიან მორჩილებისთვის ყოველ დღე მოგიწევსო შრომა. იმდენად დიდი ბრძოლა არის ამის წინააღმდეგ და თუ ამ ეტაპს იტვირთავს, მერე უკვე ამ მორჩილებითვე ის იღებს სწავლებას, კეთილის და ბოროტის შესახებ საეკლესიო სწავლებას, რომელზეც უკვე ვთქვით. თუ რა არის სათნოება, რა არის ვნება, როგორ მოქმედებენ ისინი, ბრძოლის სახე როგორი არის ამასთან, ამ ყოველივესთან. და ნელა-ნელა შედის ამ შერკინების პროცესში. აქ ისევ მოძღვრის ზედამხედველობით და მზრუნველობით ის გადის სხვადასხვა საკუთარივე ვნებების წინააღმდეგ და ეშმაკების წინააღმდეგ, აი ამ რომლებიც ამ ვნებებით სარგებლობენ და აღძრავენ ჩვენში. გვითესავენ რა სხვადასხვა აზრებს, გულის სიტყვებს, გვიქმნიან რა გარკვეულ გარემოებებს, შეგვახეთქებენ ამ გარემოებებთან, თუმცა ღმერთი იშვებს, რომ ჩვენ აქ ასპარეზი მოგვეცეს მისი მცნებების მოქმედების და პირიქით განწმენდა მოგვეცეს და კურნება და
ეშმაკი ცდილობს რომ ჩვენ ამ განსაცდელებით შეგვაბრკოლოს და დაგვაბნიოს. ამიტომ ამორკინალოს ეძახიან მამები ამ ცხოვრებას, სადაც დაშვებულია ეს ბრძოლა, რომ ადამიანმა თავისი არჩევანიც გამოაჩინოს, სიკეთენებას თუ ბოროტება, რამდენად ძალისხმევა ექნება ამისთვის, თუ მისი არჩევანი იქნება სიკეთე, მაშინ ის ღვთისნებას აღარ შეეწინააღმდეგება, რომ ღვთისნება იგივე სიკეთის ცნებებია და ასე ერთობა დგება ღმერთთან, სინდისის მიერი ურთიერთობა მასთან. ნელ-ნელა ამ ეტაპებით მონაზონი სასურველია რომ უკვე იკურნებოდეს. ესე თანმიმდევრობითი არის, როგორც მაკარი დიდი ბრძანებს, როგორც ხორციელად პატარა ბავშვი იზრდება და ვერ ამჩნევს, როგორ შეიქმნა გარკვეული ასაკის, მაგრამ როგორია ეს პროცესი ზრდის, მაგრამ მერე ხედავს, რომ გარკვეულ უკვე შეიცვალა მისი ფიზიკური სხეული თუ ზრდადობის ეს პროცესი უკვე მივიდა რაღაც დონემდე, მისი აზროვნება შეიცვალა, დამოკიდებულებები შეიცვალა, ასევეა სულიერი ზრდა. არის სულიერი ჩვილობა, არის სულიერი ყრმობა, არის სულიერი სიჭაბუკე და ერთმა ყველას მოგცეს სიბერეც, რაც ასაც აი უკვე ნიშნავს გარკვეულ მადლის მიერ სიწმინდეს, კურნების მდგომარეობას, აქედან მიღებულ გამოცდილებას ამ ცხოვრების წლებისგან და ასე შემდეგ. სულიერი მოძღვარი ერთი მხრივ უკვე თქვით ამაზე, რომ არის ცდილობს რომ გადასცეს თავის საძმოს სულიერი შვილი დავარქვათ შვილები თუ წმინდა სერაპიონ ზარზმელი მიცვალების წინ ეუბნება რომ მეომრად მივდივარო და თქვენო ეძიოთო თქვენთვის სულიერი მამა და გამოირჩიოთო თქვენთვის სულიერი მამა და სულიერი ძმაო. შეიძლება რაცა სულიერ მამად აღიქმებოდეს, შეიძლება სულიერ ძმად, მაგრამ მასზე არის ვალდებულება ღვთის წინაშე რომ ზრუნავდეს მათი სულიერი განსწავლისთვის, აი ამ შერკინებებში სწორი მიმართულებების მიცემისთვის, დახმარებისთვის. თავისთავად როგორც სასულიერო პირი თუ არის ის ამავდროულად სამღვდელო ხარისხში იმ საიდუმლოებებშიც აღებიებდეს მონაწილეობას, ცდილობდეს რომ რაც არის ცნება უფლისა შეეწიოს ამათ მოქმედებაში და მადლის მიღებაში, განწმენდაში და განკურნებაში, რასაც თვითონ მოქმედებს, იმაში სხვებსაც შეეწეოდეს და სხვებსაც ეხმარებოდეს. მონასტრის წევრებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს კი ქრისტეს მიერი და სათნოებითი, სიმდაბლით, სიყვარულით. პავლე მოციქული ბრძანებს ურთიერთარს მორჩილებითო სიმდაბლე შეიძინეთო. აღთქმებისას, სამონაზვნო აღთქმებისას აღსაკვეთი ადამიანი ასეთ აღთქმებს დებს, მას ეკითხებიან დაემორჩილები წინამძღვარსა და ყოველთა ძმათა. კი, წინამძღვარს სხვაგვარად ვემორჩილებით და მაგრამ ძმათა მორჩილება არ უნდა გვეხამუშებოდეს და ნათქვამია რომ მორჩილების გარეშე ვერ ვინიხილოს უფალიო, იმიტომ რომ განმარტავს წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი, მორჩილებისგან არის სიმდაბლე და ამბობს წმინდა მამა გაბრიელი თუ არ დამდაბლები ვერ დაემორჩილები, ურთიერთკავშირშია. აქედან კი უკვე ამაში ამ ნიადაგზე აღმოცენდება სიმდაბლის ნიადაგზე ძალისაებრი სიყვარული, მადლისმიერი სიყვარული. და ეს ასე კარგია რომ იყოს, მაგრამ ადამიანები მოდიან მონასტერში სხვადასხვა გზა გამოვლილი, სხვადასხვა სულიერ მდგომარეობაში, სხვადასხვა საზომში და განწყობებით და ამიტომ არ უნდა ელოდოს ვინმე მონასტერში მისვლისას რომ იქ დახვდება ესეთი იდილია. იმიტომ რომ თვითონაც მას ჯერ კიდე ჭირდება განწმენდა, კურნება მისი ვნებები თავს იჩენს და სხვათა ვნებებიც თავს იჩენს ხოლმე. არ უნდა გაუკვირდეს ეს, არ უნდა შეშინდეს ამით. ხშირად ადამიანი რაღაცას შეეჯახება ეგეთ რამეს და ვერ ხვდება რომ თვითონ არის ახლა ვნების ზემოქმედების ქვეშ
კერძოდ კი განკითხვის, წყრომის, წყენის, წუხარების, შურის, პატივმოყვარების, სამპარტავნების და იწყებს ასეთ საუბარს, რომ მან სიყვარული არ არის და წავედი მე აქედან. სინამდვილეში სიყვარული მთელი ცხოვრების მიზანია, სიყვარული ღმერთია. ვინც სიყვარულზე ბევრს ლაპარაკობს, ან არ იცის რაზე საუბრობს, ან ამ პარტავნებას შეუპყრიაო. ნებსით თუ ნებლიათ, წმინდა მამა ბრძანებს და როგორ შეიძლება ახლა მე ან ჩემი თავისგან ველოდო სრულ სიყვარულს ამ წუთას, როცა მონასტერში მოვედი და ან სხვას მოვთხოვო ეს, რომელიც შეიძლება ჩემზე ადრე რამდენიმე წლით ადრე მოვიდა. იმიტომ რომ სრული სიყვარული და აუცილებელი სიყვარული ეს არის მიზანი მთელი მოღვაწეების. ეს არის სრული სიმდაბლე, ეს არის უვნებელობა, ეს არის სულიერი სრულყოფილება. ეს არის სიწმინდე. ასეთ ადამიანებს ჩვენ წმინდანებს უწოდებთ და არიან კიდეც. და როგორ შეიძლება ახლა ეს მოვთხოვ ან ჩემ თავს ამ წუთას, ან სხვას. მეორე მხრივ ეს აუცილებელი სკოლაც არის. როგორც ამოს წმინდა იონე გიბისაფსერელი, როგორც ერთომარაში ჩაყრილი ქვები, გლუვი არ არის ჯერ არამედ კუთხეები აქვს. ისინი რო ასე ერთად ანჯღრიო მოგლუვდება, ერთმანეთს მოაგლუვებენ, ასევე კრებულში როცა ცხოვრობს ადამიანი და ჯერ მან ეს კრებულის გზა უნდა გაიაროს, ის თუ საკუთარ თავზე ემუშავებს და სხვას კი არ განიკითხავს, არამედ საკუთარ თავს, რაც უფლის ცნებაა და დაუჯერებს იქ მასწავლებელს და მოძღვარს და მამას და ძმას, მაშინ ამოიყრება მისი ვნებების, მიიღებს განცდას თვისთა ცოდვათა. ესე იგი გამოცდილებას თუ როგორ მოქმედებს თითეული ვნება ამა თუ იმ გარემოებაში. და ეს არის ჯვარის ტვირთვა მეორე მხრივ, რაც ღვთისგანგებით არის და მორწმუნე ადამიანი ამას ღვთისგან იღებს. ყველა სიკეთეს, ბევრს კი არა, ყველა სიკეთეს აქედან ღებულობს მონაზონი, მონასტერში მოსული ადამიანი, თუ რომ ასპარეზი ეძლევა, სამორკინალო ეძლევა, დაინახოს მისი უძლურებები, რაც არ ეთანხმება უფლის ცნებებს, რაც სახარების ცნებებს არ ეთანხმება, მამათა მიერ გამოთარგმანებულს. შეადაროს, ჩაიხედოს სარკეში და ამას რო აღმოაჩენს, მერე იწყებს ლოცვას, როგორც წმინდა ისაკასური ბრძანებს. ყოველივე კეთილი ადამიანის ცხოვრებაში იწყება მაშინ, როცა ის დაინახავს და აღმოაჩენს საკუთარ უძლურებებს. იმიტომ რომ მერე იწყებს ლოცვას. იმიტომ რომ ეს ლოცვა უკვე ლოცვა ხო ვედრება არის, რაღაცის თხოვნა არის, ძლიერი და ადრე ადამიანსაც მიემართებოდა. ხშირად ჩვენ ვხედავთ ტექსტებში, რომ გლოცავ შენ, აი ეს ვქნათ, ან ასე გამომხევი, ან ასე ქენი, ან თქვი მითხარი. მაგრამ დღეს ეს შეეძინა უფლის მიმართ ვედრებას, ქვია ლოცვა. თუმცა ასევე უფლის დიდების მეტყველებასაც, უბლისადმი მადლიერების გამოხატვასაც და ზოგადად როგორც წმინდა მაქსიმე ბრძანებს აფსარებელი და თუ გინდა წმინდა ისააკი ნებისმიერი მიმართვა გონებისა ღვთისადმი ეს არ არის ხიბლისმიერი და ბოროტი, უკვე ლოცვა არის. მაგრამ ეს უშუალოდ ვედრებას რასაც შეეხება, რაც საკუთრივ რასაც ძირითადად ჩვენ ლოცვას ვეძახით, მაშინ ხდება ის შეგნებული. მაშინ ეს ლოცვა, ეს ერთ-ერთი იარაღი, ყველაზე მნიშვნელოვანი დედა სათნოებათა, იმიტომ რომ ლოცვით მოგვეცემა ძალა, რომ სხვა სათნოებებით შევიძინოთ, ითხოვდეთ და მოგეცეთო, ვიცით. მაშინ ხდება ეს ლოცვა მიზანმიმართული. ის ამუშავდება, ის თავის ადგილს დაიჭერს ადამიანის ცხოვრებაში. და სანამდე ადამიანი ამ თავის უძლურებებს ვერ ხედავს, მან არ იცის ქრისტე რისთვის მოვიდა. შეიძლება ადიდებდეს ღმერთს, შეიძლება უგალობდეს, შეიძლება ღამეებს უთენებდეს, შეიძლება არხულობდეს, ხმელზე იწვეს, აჭირვებდეს, გარეგნულ ღვაწს აღასრულებდეს, სიკეთეს მოქმედებდეს, ასობითაცას ადამიანს აპურებდეს, ტაძრებს აშენებდეს, მონასტრებს აშენებდეს. მაგრამ თუ მან არ იცის, რომ თვითონ არის საკურნებელი და არ იცის, რისგან არის საკურნებელი, ეს ყველაფერი კარგავს თავის აზრს და დანიშნულებას. და აი როცა ადამიანი აღმოაჩენს, მაშინ იწყება ღმერთო შემიწყალე, უფალო იესო ქრისტეს შემიწყალე. მით უმეტეს რომ ეს უზურებები, ეს ვნებები აი ამ გარემოებებში, რომელიც ამ მონასტრულ გარემოში იქნება, მუდმივად მას შეაწუხებს, მუდმივად
წამოულის მას და ყოველჯერზე მოუწევს მას თქვას უფალო შემიწყალე უფალო იესო ქრისტე შემიწყალე რომ ამ ვნებამ არ მოიცვას არ დაიმორჩილოს არ ათქმევინოს რამე არ ამოქმედოს ხედავს თვითონ უძლურია თუ ქრისტე არ შეეწია და დათლისღების მადლით ავნებების მოქმედებაც ირღვევა ამ დროს თუ ადამიანი იწყებს ამისთვის ლოცვას. მთელი მისი ცხოვრება იქნება ლოცვად. იმიტომ რომ უფალი გვეუბნება რას მეძახი უფალო არ ყოფ რასაც გეუბნები. ამიტომ როცა დაინახავს კაცი თავის უძლურებას და ამისთვის ღმერთს ევედრება შემიწყალეს, მერე იმ ტაძარს აშენებს თუ მოყვას აპურებს თუ სნეულს მიხედავს თუ სამონასტრო საქმეს აღასრულებს, ყოველივე ამ გულის სიტყვით კეთდება შემიწყალე უფალო. იხილე შრომა ჩემი და სიმდაბლე ჩემი, სად არის მადლისმიერი სიმდაბლე მაგაზე არ არის საუბარი, მაგრამ არის პირველი სიმდაბლე. იხილე რომ მე ვაღიარებ ამ ჩემ მდგომარეობას და ვცდილობ ამ საქმეებს არა როგორც რაღაც შესაწირავ მსხვერპლს, რომ მე რაღაც მნიშვნელოვანს მოქმედებ, არამედ როგორც სურვილს, რომ მინდა კურნება, მინდა განწმენდა და შემცნებებს ვცდილობ, ჯახირობ, რაც შემიძლია და მამები გვეუბნებიან, რომ დიდი მოთმინებით უნდა შეიჭურო, რომ და ყოველდღიურად ასე იყო, რომ ნელა-ნელა, როგორც ბავშვი იზრდება, ეს მადლი, რომელიც დათლისღებით მოგვეცა ამოქმედდეს და იმან ნელა-ნელა დაიჭიროს ადგილი ჩვენ სულში და გულში და განძევნოს იქიდან ძალა ცოდვისა, ძალა ნებათა მოქმედებისა, თუმცა ესეც მუდმივი ბრძოლის, მუდმივი შერკინების ხან წინ, ხან უკან, ხან დაცემა, ადგომა, შინაგანი, ინტენსიური და საკვირველი ცხოვრების წესი არის მონაზვნური ცხოვრების წესი. მონაზონს ერთთან კარგი ამ რომ გქონდეს მოგზალებითი ურთიერთობა, მამათა სიტყვით, მამა მატო ამბობს, მინდა მატო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, მონაზნობა კრძალვას ქვიაო. ეკრძალებოდეს უნდა და ცდილობდეს რომ თვითონ არ მიიწევდეს ერისკენ. იმიტომ რომ მონაზნობა ნიშნავს ღმერთთან გამყუდროება და როგორც გვეუბნება, იმიტომ წმინდა მამა, იმიტომ კი ავშორდებით ჩვენ მშობლებს თუ ნათესავებს თუ მეგობრებს თუ ერის ადამიანებს რომ ჩვენ ისინი გძულან ნუ იყოფინ. არამედ უბრალოდ ხელი შეგვეშლება ამ სამონაზნო საქმეში, ვერ შევძლებთ. წმინდა ისააკი ბრძანებს ასური, რა კარგი არის ძმებთან ურთიერთობა, რომ შეიძლებოდეს ამ დროს ქრისტესთან ურთიერთობაც. აქ ლოცვით ურთიერთობაზეა საუბარი, გონების მიპყრობაზე. თუმცა იმ სიკეთის მოქმედებაშიც თუ ქრისტესთვის მოქმედებთ, ესეც ლოცვა არის, მაგრამ მონაზნობა კიდე ცალკე კიდე უფრო მეტი განყუდროება არის. და ის მისი საბოლოო მიზნით იქეთკენ არის მიმართული, რომ ადამიანმა ეს შინაგანი დაყუდება ჰპოვოს და შემდგომში ამას თუ მიაღწევდა ვნებათაგან დაყუდებას, რისი ასპარეზი ჯერ კრებულში ჰქონდა, მერე უკვე თუ იქნებოდა ამაზე ღვთის განგება და ლოცვა კურთხევა, მას გარეგნული დაყუდების ცხოვრების წესიც ეძლეოდათ. ასაც დღეს ბერძნულად ისიხიას არის ეს ხო და სამწუხაროდ ეს სიტყვა განიდევნა დაყუდება დღევანდელი ლიტერატურიდან, სასულიერო ლიტერატურიდან და შემოვიდა უცხო სიტყვა ისიხაზმი, რომელიც ისევ ხშირად ამ ისიხაზმისკენ მოუწოდებენ ერის ადამიანებს, მონაზვნებს. წმინდა იონი კიბისაყწერელი ბრძანებს, რომ დაყუდებული ცხოვრების წესი და კრებულში მცხოვრების წესი და მათი საზომი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ქრისტეში ორი ბუნება ერთ პირში და ერთ გამოვნებაში და ყოვლადწმინდა სამებაში კიდე ერთ არსებობა და სამი გამოვნება. აი ამას ადარებს. და თუ კრებულში ცხოვრები, მით უმეტეს ერისკაცი და კრებულში ყოფნის საზომის მქონე დაყუდებული ცხოვრების წესით დაიწყებს ცხოვრებასო, ის დაზიანდება. და თუ დაყუდებული კიდე კრებულის წესით დაიწყებს ცხოვრებას, ისიც დაზიანდება. ამიტომ არც მდუმარება არის ეს, თუ დუმილი ცალკე სათნოებაა. ხშირად რუსულიდან თარგმნისას მდუმარებას ხმარობენ დაყუდების ნაცვლად. დაყუდება მყუდროებისგან მოდის, მყუდროება აცხოვარი ბრძანებს ხო სახარებაში რომ უბრძანა ზღვას და ქარს და იქმნა დიდი დაყუდებაო.
და არც არ არის სასურველი ეს ისიხიაც გამოვიყენოთ არასწორი მიმართებით და დაყუდებისკენ მოუწოდებდეთ შეუმზადებელ ერისკაცს სრულიად და შეუმზადებელ მონაზონსაც კი. დაყუდება ცალკე ცხოვრების წესია, ცალკე სულიერი უკვე შინაგანი მდგომარეობა არის და მას სჭირდება თავისი გზა, თავისი საზომი, თავისი წესი. გარეგნულად შეიძლება ვინმე დაიყუდოს, მაგრამ თუ ის გაექცა ამ ნებათაგან განწმენდის გზას კრებულში, გაექცა მორჩილებას, სხვები განიკითხა, საკუთარი განკითხვა ვერ აღმოაჩინა, საკუთარი წყრომა გაამართლა, სხვებს დააბრალა და განეშორა და დაეყოდა, ის ამითი ვერაფერს არგებელს ვერ ღებულობს. უბრალოდ იქ არავინ შეაწუხებს ისე, როგორც კრებულში წუხდებოდა, მაგრამ ვერც თავის ვნებებს დაინახავს. და ყოველთვის თვითონ როგორც მოუნდება, ისე მოიწყობს თავის ცხოვრებას და ვერ მიანდო მან თავისი ცხოვრება ქრისტეს, რომელიც ისე განაგებდა მის ცხოვრებას და ისეთ რამეებს დაუშვებდა მას იმ კრებულში, რაც მისთვის აუცილებელი იყო საკუთარი თავის დასანახად და საკურნებლად. დაყუდება, ისიხია არ აურიოთ სხვა რამეებში და არ მოუთხოვოთ ეს შეუმზადებელ ადამიანს, არც მონაზონს, არც ერისკაცს. სხვა არის იესოს ლოცვა. სხვა არის ლოცვა. ეს ცალკე საკითხია. მაგას მინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს, რომ თუ შენ შეგიძლია სხვასაც მოუწოდე და სხვასაც შეეწია მაშინ. მაგრამ სხვა არის დაყუდება. იესოს ლოცვა არ ნიშნავს კიდევ თუ არა ისიხაზმს და ისიხასტობას და დაყუდებას. ეს არის ძალიან ცუდი აღრევა. დამანგრეველი ადამიანის სულისთვის. და შენ კი თუ შეგიძლია მოუწოდე იესოს ლოცვისკენ და შეასწავლე თუ შეგიძლია, რამდენადაც შეგიძლია. მაგრამ დავანებოთ თავი ამ ისიხავს და დაყუდებას. ეს ძალიან დიდი საქმეა, ძალიან სხვანაირი საქმეა. სამწუხაროდ დღეს ხშირად იესოს ლოცვას ეძახიან ისიხავს და ეს არასწორია. დაყუდებული, იმიტომ არ არის დაყუდებული იესოს ლოცვას ლოცულობს. ის შეიძლება ამასაც მოქმედებდეს და კარგია რომ მოქმედებდეს, მაგრამ ის სხვა მდგომარეობა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მონაზნობას ართვავს სირთულეები, ერისკაცის ცხოვრებასაც ახლავს სირთულეები, რაც არის ჯვარის ტვირთვა. ზოგადად წმინდა მარკოს მოღვაწე საკვირველად გვინმარტავს მთელ საეკლესიო სწავლებას. საკვირველად გადმოგცემს ძალიან მოკლედ და ასეთ რამეს გვეუბნება, რომ უფალმა თავისი მცნებების მოქმედებას დაარქვა სინანული. ესე იგი, თუ ადრე ცხოვრობდი ჩემი ნებით, ეხლა უკვე უფალი მეუბნება, თუ გინდა შემომიდგე აი ჩემი მცნებები და გამოდის სინანული, ესე იგი მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. 10 უკვე ქრისტეს მცნებებით ვცდილობთ ვიცხოვრობთ და თუ ამას ვცდილობთ, მაშინ ვართ სინანულში. მაგრამ ქრისტეს მცნებებიო, ყველა მცნება რაც უფალმა მოგცა, ჩვენ სამ წყებად განიყოფება. ერთი წყება ეხება კერძო მცნებების ლოცვას, მეორე წყება ეხება მოყვასისადმი დამოკიდებულებას და მესამე ჯვარის ტვირთვა. ესე იგი განსაცდელების და წუხარებების, გაჭირვების, სირთულეების ნეულება იქნება თუ სხვა რამ ამის ტვირთვას, ამის მიღებას. ოღონდ არა ჩვენი ნებით, იმიტომ რომ ასეთ განსაცდელში ნუ შემიყვანებო. უფალო, ვევედრებით მამაო ჩვენოში, მამათაგან მარტებით, არამედ გამწმინდე და გამომახურვე მეო ისეთ განსაცდელებზეა ნათქვამი, რომელიც ღვთისგან მოიწევა როგორც ჯვარი, დაშვებით ჩვენზე, სხვადასხვა გარემოებებს, რომელიც ჩვენ გვიჭირს ტკივა და წუხვართ და ასე შემდეგ. და ამიტომ ამ სირთულეებს ვერც მონაზონი გაექცევა ამ ჯვარს. და თუ გაურბის, ცუდი არის. გაურბის მაშინ, როცა ამ განსაცდელს აბრალის სხვას და მერე ეს დაბრალება მიდის ღმერთამდე. და საკუთარ არ იყენებს ამ გარემოებას იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაინახოს და გამოცდილება მიიღოს უფლისნებების მოქმედებაში იწვრთნებოდეს. მაგრამ აი ეს წყება კერძო მცნებათა რომ იტვირთოს, ანუ ჯვარი იტვირთოს და ქრისტიანი იყოს, მას დაჭირდება იმ ორი მთავარი მცნების მოქმედებაც, ესე იგი ამ ჯვარის ტვირთვის დროს ჩვენში არ იზრდება ჩვენი უძლურებები და წინააღმდეგობა. წუხარების თუ წყენის თუ მრისხანების თუ შურის თუ
გულის თქმის თუ პატივის თუ ასე სხვა შემაწუხებელი მოქმედების სახით, თუ დამატკბობელი სახით, თუ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი ლოცვას არ არის, ესე იგი არ დაიწყებს ამ დროს, ეს ვნებები მას აიყოლიებს და სიტყვასაც ათქმევიებს, გულსაც შეუსვლის, უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს და შეიძლება ამოქმედოს კიდეც და ეს კიდე ცალკე უკვე მისივე მოწევნული განსაცდელების დაიტეხავს თავზე. რაც თავარია ღმერთს დაშორდება. და ეს მეორე რომ შეძლოს, ანუ როცა მას მოყვასისადმი გაუჩნდება უსიყვარულო არაკეთილი აზრი და დამგზნობა, თუ მას უნდა რომ ეს დაარღვიოს, აღკვეთოს უფლის მადლით, მაშინ უნდა ილოცოს და თუ ის არ არის ლოცვას ზოგადად დაჩვეული ამ ვედრებას, მაშინ აქაც გაუჭირდება. ესე იგი პირველამდე მივედით, ესე იგი სამი ძირითადი მცნებარი, რომელიც მოიცავს ყველას. ლოცვა, დარღვევა, გრძნობებშივე და აზრებშივე მოყვასისადმი უსიყვარულო არაკეთილი განწყობის განკითხვის სახით იქნება ეს, გაბრაზების სახით იქნება ეს, შურის სახით იქნება, გულისხმის სახით იქნება თუ სხვა. და მესამე მიღება ყველა ეპიზოდისა მისი ცხოვრებისა და მთლიანად ცხოვრებისა, როგორც ერთი დიდი ჯვარისა, ასპარეზად, უფლისწინებების მოქმედებისა, საკუთარი თავის დანახვისა და ამაში სწავლობს ადამიანი ლოცვასაც, მიტევებასაც, ასე შემდეგ ყველა სათნოებას და თუმცა ეს სათნოებები ენიჭება ადამიანს მადლით. მე რაც არ უნდა მინდოდეს, რომ გული არ მიწყდებოდეს, თუ მადლმა არ იმოქმედა, მე შემიძლია ეს წინაღუდგე ამას ადამიანმა შემიძლია ვილოცო და ვალდებულიც ვარ რომ ვილოცო, რომ უფალო შემიწყალე, დააცხრე ეს ჩემში, რაც წამომიარა, რომ არ დავემორჩილო მას, მაგრამ ის რომ არ წამომიაროს, ეს მხოლოდ მადლის საქმეა. და ამის მონიჭება უნდა უფალს. მას უნდა ჩვენი სრული განწმენდა, სრული კურნება, რომ ეკალი და კუროსთავი უკვე აღარ მოდიოდეს გულში ამ გარემოებებში და ისევ ამ გარემოებების მიღებით ვამოწმებთ ჩვენ რამდენად უკვე ეს ვნებები რამდენად მოქმედებს, იკლებს თუ იმატებს თუ ისევ ისეა როგორც იყო და მე მადლს ვევედრებით უფალს, რომ ამ მადლით გავკურნოს და გავწმინდოს. ამ სამ ძირითად ცნებაში მოქმედება უმოქმედობა ამათა სიტყვით იწვევს მერე ვნებათა გაძლიერებას, საკუთარი თავის მიერ მოწევნულ განსაცდელებს სხვადასხვა სახით და ეს მადლი ვეღარ მოქმედებს, ნათლისღების მადლი ვეღარ მოქმედებს ადამიანში და მას ქრისტიანობა და მონაზვნობა მხოლოდ გარეგნული მსახურება ჰგონია და ამიტომ იოლად ეუფლება მოწყინებად, სიმძიმედ, სხვა ვნებებიც მოქმედებენ და იყოლიებენ მას და რახან მადლით ვერ საზრდოობს, მერე უწევს გული ისევ სოფლისკენ, ხან გარეგნულად არა შინაგანად გონებით მაინც განშორებული აღთისგან და ამ შინაგანი ცხოვრებისგან და გონებით მაინც მიიწევს ამ სოფლიური საკითხებისადმი. ამიტომ ძალვა ჭირდება როგორც თქვით და მეორე მხრივ აი ამ სირთულეებთან მას მოუწევს შეხება, მას მოუწევს ამ სამი მცნების მოქმედების ტვირთვა და კერძოთაგანი ამ კიდე რაც არის ამ თავარ მცნებები, რასაც მოიცავს, ისინი შეხვდება ყოველ ჯერზე. ამიტომ წმინდა მამა ბრძანებს, რომ სინანული და უფლის მცნებების მოქმედება, ესე იგი შეუძლებელია თუ ამ სამიდან რომელიმე მოაკლდება. თუ ადამიანი არ იწვრთნება ლოცვაში, არ ცდილობს ძალისხმევ, თუ ადამიანი ამართლებს ბოროტ უსიყვარულო ცოდვის მიერ აზრებს, გრძნობებს და თუ არ იტვირთავს ჯვარს და თუ ამ ჯვარის გამო უბრაზდება, ისევ იწყებს თრთვინვას, განკითხვას, ჩხუბს და დავედარებას. მაშინო შეუძლებელია სინანული, რაც უფალმა გვითხრა, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასופველი ცათაო და უკვე ადამიანი ღმერთთან ერთობას ვერ ახერხებს. ამიტომ მონაზონსაც მოუწევს ეს, უწევს კიდეც და ერისკაცსაც მოუწევს ამ სირთულეებთან შეხება. ადამიანს თუ სურვილი გაუჩნდა მონასტერში წასვლის, ჯერ კარგად უნდა აწონოს. ალბათ საიდან არის ეს სურვილი ნამდვილად თითოეული ადამიანი ამ დროს ფიქრობს, არის თუ არა ეს მისი გზა, თუ ერში ჯობია რომ ცხოვრობდეს და მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება, შეიძლება რაღაცა ჟამი დაყოს მონასტერში, შეეხოს მონასტრული ცხოვრების წესს, დააკვირდეს თავის თავს, ერში ცხოვრებას ისედაც აკვირდებოდა თავის თავს და თუკი ის ორივეს გამოცდილებით მაინც მას ექნება გულის თქმა სამონაზვნო ცხოვრებისკენ
და მოუნდება ეს მთელი გულით, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება უკვე რომ მიიღოს ჟამი, კიდე უკვე გამოსაცდელი ჟამი და კიდე უფრო კარგად დააკვირდეს, როგორც წესი 3 წელი არის ეს პლუს მინუს მეტნაკლებად გააჩნია და თუ ეს 3 წელიც ისე გაიარა, რომ კიდე ეს სურვილი კი არ მოიკლო, არამედ გაუძლიერდა, მაშინ ეს ღვთისგან ყოფილა და თუ მერე არაურია, მაშინ ნამდვილად ერთი შეეწევა მას. ჩვენი სავანის ყოველდღიურობა ცდილობთ, რაზეც ვისაუბრეთ, რომ იმოქმედოთ პირველ რიგში შინაგანად, ცდილობთ, რომ ყოველ მონასტერს და ზოგადი სამონასტრო წესგანგებაც არის და არის კიდე თითოეულ მონასტერში გარკვეული ძირედი სახეცვლილებებით და არის სამონასტრო წესგანგება ტიპიკონი, რომელიც მონასტერში მცხოვრების დღე-ღამეს აწესრიგებს. წმინდა ისაკასური ბრძანებს, რომ მონაზონის მშვიდობა გამომდინარეობს მისი მოწესრიგებული დღისაგან. მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის სამონასტრო ტიპიკონი. ეს მორჩილების სახეც არის. ადამიანს აქაც მორჩილება უწევს, რომ ამ ჟამიდან უკვე ლოცვის ჟამია, სენაკში ლოცვის ჟამია, ამ დროს ტაძარში ლოცვის ჟამია, ამ დროს მორჩილების და ხელსაქმის ჟამია, ამ დროს რაღაც სამონასტრო საქმის ჟამია. ისე ნაწილდება ეს ყველაფერი, რომ აი ჩვენ ადრე ვისაუბრეთ მანამდე დაყუდებული მდგომარეობაზე, რომელთაც ჰქონდათ მადლი ღვთისაგან უკვე მოპოვებული ამ განწმენდის პროცესის შედეგად, რომ ისინი დაუცადებლად მადლის მიერ ლოცვაში იყვნენ და იქაც მეტნაკლებობა იყო ვიღაცები, ხედავთ ცხოვრებებში ჩვენ, რომ აი ხელსაქმესაც კი უგზავნდნენ მათ. და იყვნენ, რომლებსაც არ ჭირდებოდათ, მაგრამ მაინც საქმობდნენ და ღმერთმა უქმობად რო არ შემირაცხოსო და სხვებს შეეწეოდნენ ამ ხელსაქმით. იყვნენ, რომლებსაც საკუთარი გამოზრდისთვისაც ჭირდებოდათ ხელსაქმე და იმას გაყიდდნენ და საკუთარ სახსარს და სარჩოს ამითი იღებდნენ. ეს ყველაფერი იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მადლის მიერ დაუცადებლად მუდმივ ერთობაში იყვნენ ისინი ღმერთთან ლოცვის მიერ. და რახან დამწყებ ადამიანს და კრებულში მცხოვრებ ადამიანს შეიძლება ეს ვერ შეძლოს, რომ ასე მუდმივ მადლის მიერ ლოცვაში იყოს და არ ქონდეს ამის მადლი, მას ჭირდება გადანაწილება თავისი სულიერი და ფიზიკური ძალებისა სხვა კეთილსაქმეებში, სამონასტრო საქმეებში. ლოცვის ჟამიც აქვს და მეტი რო არ შეუძლია, ეხლა შრომით ინაზღაურებს და კეთილსაქმეს აკეთებს, სამონასტრო საქმეს აკეთებს. ერთმანეთისთვის იღწვიან და იმიტომ რომ როგორც მოციქული ბრძანებს, უქმობა არის ყოველივე ბოროტების დედა და კი ეს ხორციელ უქმობასაც შეეხება და ერშიც და ბერშიც, მაგრამ ძირითადად აქ იგულისხმება შინაგანი უქმობა. შინაგანი არ მოქმედება უფლის ცნებებისა, შინაგანი ულოცველობა, შინაგანი გულის სიტყვებთან თანხმობა და საუბარი, ცოდვის გულის სიტყვებთან, მათი გაჩერება, არ დარღვევა მათი. ეს მეტნაკლებობით შეუძლია ადამიანს. რაღაცა 3 საათი შეძლო ან 2 საათი ლოცვა და მეტი არ შეუძლია და დანარჩენი არ იცის რა აკეთოს მონაზონმა თუ ერისკაცმა და უკვე მიშვებულია დანარჩენი დრო როგორც იქნება ისე, მაშინ იმასაც კარგავს რაც იმ 2 საათში ილოცა და ამ ასეთი უქმობიდან, უფლის ცნებების მიმართ უქმობიდან ისევ ცოდვა მძლავრობს და ისევ მადლს აშორებს მას. ამიტომ ამ უქმობაში რო არ აღმოჩნდეს, ეს ტიპიკონი არის როგორც მაშველი რგოლი. იმდენი ლოცვა შეძლო, მერე ძალისავებ კიდე ლოცულობს და ლოცვით აკეთებს იმ სხვა საქმესაც მონასტერში, თოგინდერშიც ასეა და აქედან გამომდინარე უფალი შეეწევა, ინარჩუნებს იმ მადლს და მერე ნელა-ნელა მისი საზომი იზრდება. უკვე მეტი ლოცვა შეუძლია, მეტი სხვანაირად ლოცულობს, მეტი დაუცადებლობა იწყება მასში და უნდა ცდილობდეს და რა ვიცი, ცდილობთ ახლა რაც ბევრი შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ამიტომ გვეხმარება ამაში ტიპიკონი წესგანგება. ჩვენ პირადად გვაქვს უფრო სენაკში არის ლოცვა, გვაქვს წუხრი სერობის ჟამი, გვაქვს გარკვეული ჟამი, გვაქვს ცდილობა რომ შევითვისოთ რაღაცა მუდმივად და ეს უკვე ვთქვით, რომ თუ ადამიანი ცდილობს ცოდვასთან შერკინებას, მას შეუძლებელია რომ არ ილოცოს. მარტო დარჩება მაშინ. და სულ შემიწყალეს ეძახის უფალს. ამიტომ იესოს ლოცვას ძირითადი ლოცვა ჩვენთან ეს არის.
რომ შეეთვისოს ეს ადამიანს. სხვა ლოცვაც არის კანონში გათვალისწინებული. არის ასევე ცისკრის ჟამიც სენაკში აღესრულება, გარკვეული ჟამი ეთმობა ამას, გარკვეული სახით. დილაობით არის ზოგადი ლოცვაც პარაკლისი, დედაღვთისმშობლის თუ დღესასწაულის თუ გარკვეული წმინდანის მიმართ ტაძარში, საზოგადო ლოცვაშიც რომ იღებდნენ ძმები მონაწილეობას. თავის ჟამს არის ტრაპეზი, საზრდელის მიღება და შუალედებში კიდე არის შრომა, ორციელი შრომა, ფიზიკური შრომა, ხელსაქმე, ჩვენთან კეთდება საკმეველი, სამონაზნო სასულიერო დასის ქუდები, კონკულებიც შეემატება ახლა უკვე ეს რაც კონკულ-ბარტყულს რასაც ეძახიან სამონაზნო. არის მონასტრის ესეთი ეზოკარი, რომელსაც მიხედვა ჭირდება, განახლება ჭირდება. ადრე მცირედი ბოსტანიც ჰქონდა რაღაცას ვამუშავებდით მიწასაც. ფუტკარი არის, თაფლი იწარმოება. იყო დრო პირუტყვიც ყავდა, ახლა ამჟამად არა გვაქვს და ესე რაღაცა მცდელობა სულიერი და ამ სულიერშივე ფიზიკური შრომისა, რაღაცა როგორც ვთქვით, ღმერთმა იხილოს ჩვენი მცდელობა, რამდენი ჩვენ შეგვიძლია. ერში ცხოვრებმაც და მონაზონმაც ზედმიწევნით უნდა შეეცადოს ოფლისწინებების მოქმედებას. ეს არ არის რაღაც ხარკი გადასახდელი, რომ ეს თუ ქენი სასופველი მექნება და თუ არ ქენი დამჟია. კი ასეა, მაგრამ ის ცნებები არის როგორც მაკურნებელი წამალი, როგორც ძალის მომცემი საშუალება, მადლის მომცემი საშუალება. რამდენს მოქმედებ, იმდენი ნაშრომი ნაყოფთა შენთან სჭამოშენ. იმდენი ეს მადლი იწყებს ადამიანში დავანებას და სასופველი თქვენშიაო გვეუბნება მაცხოვარი და ნუ ეძებთო რაღაც სადღაც გარე ზმანებით. და აი ამ ჩვენ შიგნით რომ ეს სასופველი, ესე იგი მადლი, ესე იგი თვით ღმერთის მოქმედება რომ და მასთან ერთობა რომ შედგეს მეტად თუ ნაკლებად, აი ეს მოღვაწება, ეს მოქმედება არის უფლისწინებების საჭირო. თუ ახლა ადამიანი ცდილობს ბევრი ილოცოს, მაგრამ უფალი რო გვეუბნება, გული ნუ გიწყრება, არ განიკითხო, თუ ამას გვერდზე გაწევს და განიკითხავს, ვინც არ უნდა იყოს ის. იმიტომ რომ ეს განკითხვას უკვე გადაყავს ადამიანი ბოროტებაში. განკითხვა არის უსიყვარულობის მოქმედება. გულის წყრომაც იგივეა. შურიც იგივეა, გულის თქმაც იგივეა. და როცა ადამიანი იწყებს, რომ ის როგორ უნდა შევიყვარო და ამის მოქმედი როგორ არ უნდა განვიკითხო და ამაზე როგორ არ უნდა გაუბრაზდე და ისე როგორ შეიძლება და ასე როგორ შეიძლება, ის უფალს ეუბნება, რომ უფლისწინებები თურმე უსამართლო ყოფილა და ყველას არ შეეხება თურმე. არადა მაცხოვარი გვეუბნება, რომ მასე წარმართებსაც და ცოდვილებსაც შეუძლიათ. თუმცა ესეც გვიჭირს დღეს, რომ მოყვარული უყვარდეს და შემაწუხებელი. ეს ხომ მანამდეც იყო, ეს ხო დაცემული ჩვენი ბუნების მდგომარეობა ისედაც არის. და უფლისწინება ხო გვეუბნება, რომ ამაში კი არ უნდა დარჩე. ტერი გიყვარდეს და მაჭირვებელი და აქეთკენ მოგვიწოდებს, აქეთკენ ვიაროთ, ხო? და ამ ცნებებს იმიტომ გვაძლევს, რომ ეს არის ინსტრუქცია, როგორ უნდა ვაჩვენოთ უფალს ჩვენი მცდელობა, რომ მე მადლით უკვე მოგვენიჭოს, გვაჩუქოს. ის ურისხველობა, ის ნაკლები, შემცირება მისყენების თუ განკითხვის თუ შურის, მაგრამ თუ ჩვენ ყვებით ამას, თუ ჩვენ ამას ვამართლებთ და მოიცა კაცო ახლა რა უჭირს და სამაგიეროდ წავალ ვილოცებ, სამაგიეროდ ეგერ დავეხმარები ვიღაცა, სამაგიეროდ ეგ შენებლობაში მივიღებ ტაძრის მონაწილეობას, რაც გინდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა. თუ რომელიმე მცნებას ადამიანი არ ღვევს შეგნებულად, არ ებრძვის, არ ერკინება, არ ნანობს და ამბობს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაშინ მე ვეუბნება, რომ ვინც ერთით ცოდაო, ყველაფრით ცოდაო. მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი მისთვის. იმიტომ რომ მადლი ვერ ნარჩუნდება, მადლი ვერ მოქმედებს. ღმერთი ვერ პოულობს სავანეს მასში. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი შეგნებულად განიკითხავდეს, თუ გინდა მის მაჭირებელს და დიდად რო ატკინა და თან მადლიც იყოს. შეუძლებელია მადლი ამ განკითხვას ანადგურებს
და შობს პატიებას, სიმდაბლეს, იმ ცნებების, რაც მოგვეცა იმას შინაარსობრივად ძალას, როგორც ძალას ისე შობს ადამიანში და როგორ შეიძლება რომ თან განკითხვა იყოს, თან წრომა იყოს და თან მადლი იყოს, ეს შეუძლებელია. თუ გვაფრთხილებენ წმინდა მამები, ნუ მოიტყუებ თავს. ნუ გონია რომ ეს ორივე ერთად შესაძლებელია. შეინანე და ზედმიწევნით მისდიეთო უფლისწინებებს, რომ აი ეს ცდომილებაში არ აღმოჩნდეთ. ამიტომ ეკლესია ჩვენ სამ კატეგორიად ყოფს ადამიანებს. წმინდანები, რომლეთაც იღვაწეს და განიწმინდნენ და გახდნენ ასე წმინდანი ამ ნებათაგან, ამ ცოდვის ზემოქმედებისგან და მადლის ჭურჭლები. მოღვაწენი, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ განწმენდათ, ვიღაცა ამ საზომშია, ვიღაცა იმ საზომშია, ვიღაცა ძალიან შეიძლება უძლურია, მაგრამ ცოდვას არ ამართლებს, ებრძვის. კი არ ამბობს, რომ მე ცოდვილი ვარ და ხო ვამბობ, მე ისევ ავყვები ამ ცოდვას და ღმერთი მოწყალია და მაწყონებს. ასე ხო თავის მოტყუება. არა, ებრძვის, ცდილობს კი აყვა, დაეცა ადგება და აი რაღაცა როგორც შენ წრფელად გინდა რომ ახლა რაღაცა კიბო არ მჭირდეს ახლა და რაღაცა სნეულება რომ მომაცილოს ღმერთმა, რომელიც ტანჯავს და მაწუხებს, ესე უნდა რომ აი არ იძლეოდეს ამისგან და რაც შეუძლია აკეთებს. ეს მეორე კატეგორია. ცხონებათა კატეგორიაში შეყავს ეს წმინდა მამებს. აი წმინდა ისაკასურთან შეგვიძლია კონკრეტულად ეს ვიპოვოთ. რომელსაც თუ ამ ცხოვრებაშიო ბოლომდე ვერ შეძლესო, ესო ღმერთი ყველაფერს მიუძღავსო იმ ცხოვრებაში აღავსებს თავისი მადლით, იმიტომ რომ მათ ასეთი მიმართულება შეიძინეს, მათ ამისთვის იღვაწეს, იშრომეს და როგორც მაცხვარი ბრძანებს, მაიძულებელთა არის სასუფეველიო. და არის კიდე ერთი კატეგორია ამ სამიდან, რომელიც ცოდვას არ ებრძვის, ცოდვას ამართლებს, ცოდვას არ დანობს. სიამოვნებით მარტო აღიარება არ არის. თუ მე ცოდვას ვნანდობ, მაშინ მე მაგას შევერკინები. და სანამდე არ ვერკინები, მანამდე მე შეიძლება ვაღიარებდი, მაგრამ არ ვნანდობ. მე კიდევ ვაპირებ იმ ცოდვას ალყე. არ არის, არასრული სინანულია. ამიტომ აი ამბობს კიდე მოვიყვანოთ წმინდა ივანე ოქროპირი, როგორ განმარტავს წმინდა იონე ღვთისმეტყველის მოციქულის სიტყვებს, რომ არის ცოდვა სასიკვდინე და არის რომელიც შეგიძლია რომლისთვისაც ევედრო შენს და იმანაც თავისთვის და უფალი განკურნავს. და რომელია რომ ეს სასიკვდინე ცოდვა? ხშირად ჩვენ რაღაც კონკრეტული ცოდვები გონია სასიკვდინე. სინამდვილეში ყველა ცოდვა არისო სასიკვდინე, ანუ მომაკვდინებელი, რომელიცაც არ აქვს შენანება. რომელსაც ადამიანი არ ნანობს და ამართლებს, რა უჭირს ახლა თუ იმეს განვიკითხავ, რა უჭირს რა თუ ახლა არ შევაჩერებ ჩემს მას, არ შევერკინები, არ შევინანებ, არ ვეძებ მის განკურნებას. მაშინ მომაკვდინებელ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს ის. და იმიტომ კი ვერ იკურნება, რომ უფალს არ ძალუცან, უბრალოდ რახან ადამიანს არ უნდა ამის კურნება, ის რჩება ეს სნეულება. რჩება რა სნეულება, მადლთან ერთად ეს შეუძლებელია. ორივე ვერ დაიმკვიდრებს იქ. ბნელი მას ვერ ეწიაო, ხო? ხო და ამიტომ თუ კი ადამიანი თვითონ არ ნანობსო, შე რაც არ უნდა ილოცო, ის მაინც დარჩება ის იმ ცოდვაში, იმ სნეულებაში და თუ კი მან დაიწყო შენანება, მაშინ უკვე არ არის სასიკვდინე ეს ცოდვა. რაც არ უნდა მძიმე ცოდვაზე იყოს საუბარი. თუ ადამიანი ცდილობს ამას ებრძოლოს და მართლა ეძიებს, როგორც ხორცილის სნეულებისგან ეძებს განკურნებას, ისე უნდა განიკურნოს იმისგან, მაშინ სასიკვდინე არ არის. ამიტომ ეს კატეგორია, რომლებზეც ამბობენ წმინდა მამები, ამბობენ, რომ ვერ ცხონდებაო და თავი არ მოიტყუოთო, არის უნანელი მდგომარეობა. ამიტომ მაცხვარი ერთი სიტყვით გამოსახავს ყველაფერს. შეინანეთ. თუ გვინდა, ესე იგი სასუფეველი შეინანეთ. და თუ ჩვენ ამ სინანულს შეეცდება ადამიანი საეკლესიო სწავლებით,
უკვე ცხონებად რიგებში არის და რამხელა ნუგეშია. ხშირად ადამიანს გონია რომ ეხლა მე შეიძლება წმინდანი ვერ გავხდი და ესე იგი რა ვერ ცხონდები? არა, ამას არ გვეუბნება ეკლესია. პირიქით გვეუბნება რომ ყველა წმინდა ვერ იქნება ახლა. ყველა სრულყოფილის ერთ საზომში ვერ იქნება, თუმცა უფალი მოგვიწოდეს, მე წმინდა ვარ და თქვენ წმინდა იყავითო, მაგრამ ამისი რწმენა თუ არა აქვს ადამიანს, ის ქრისტიანიც არ არისო, რომ ეს შესაძლებელია. და თუ რწმენა არ აქვს, არც იმოქმედებსო, თუ ისიც არ მწავს როგორ იმოქმედებ იმას. თუ მე მგონია რომ შეუძლებელია განწმენდა ამ ნებებისგან, რომ მე არ ბრაზდებოდი, არ განვიკითხავდი, მაშინ როგორ შევეწინააღმდეგები მას? და ამიტომ ამ რწმენისკენ მოგვიწოდებენ და ამ გზაზე უკვე ამ სინანულის გზაზე ვიღაცა მეტად განიწმინდება, ვიღაცა ნაკლებად და ამას მაცხოვარი გამოსახავს ტალანტების შესახებ იგავში, ხო, რომ ვიღაცა 100%-ით განიწმინდა, ვიღაცა 60%-ით და ვიღაცა 30-ით, მაგრამ ვინც არ ირწმუნა ამას კაცო ვინ იზამსო და დაფლა ეს ნათლისღების მადლის ტალანტი ისე რომ ვერ გზნობს რომ ის აქვს თავისი ხორცის მიწაშიო როგორც მამები ამბობენ და არ ამოქმედა არ გაამრავლა ესე იგი მეტი სიკეთისკენ არ წავიდა მეტი მადლი არ მიიღო და არ მოისურვა და თქვა რომ არა უშავს ბოროტება იყოს ჩემში ცოტა ბოროტება რო იყოს რა უჭირს ახლა ყველა წმინდანი ხო ვერ იქნება და ცოტა ბოროტებას დავიტოვებ ახლა რა უჭირს ახლა ცოტა მრისხანებას ცოტა არ გამოდის ვერ იქნება აი შენ ღვინოში სულ მცირედი ან წყალში მცირედი შხამი რო ჩა ის უკვე ხო შხამიანია ვერ იქნება ამიტომ თუ კი ადამიანი წრფელად მოინდომებს რომ შეინანოს ეს ყველაფერი უკვე ცხონებად დარიგებში არის და ამათა სიტყვით უფალი რასაც აქ ვერ მოასწრებს და ვერ შეძლებს იქ მიანიჭებს და ამაზე დიდი ნუგეში რაღა უნდა იყოს ანუ ერთადერთი დარჩა რომ ერისკაცის და მონაზონიც არ გაამართლოს რომელიმე მისი ნება და ცოდვა და არ დარჩეს უნანელი ქმედითად უნანელი არ დარჩეს ამ ცოდვების მიმართ და დანარჩენი უკვე აი ღვთის შეწევნა ეს არის ჩვენი რწმენა რომ ღმერთი ჩვენი ძალისაებ და დატევნისაებ მოგვანიჭებს ყოველივეს